ერთ დიდებულ მეფეს 30 ვაჟი ჰყავდა. როცა დაბერდა და სიკვდილის ჟამი მოუახლოვდა, მოიხმო მეფემ ვაჟები. მოატანინა 30 ისარი, მაგრამ შეკრა ერთ კონად და მოზიდა, რათა გაეტეხა, მაგრამ ვერ გატეხა. მერე კონა დაშალა. თითო ისარი აიღო. მოზიდა და ყველა ადვილად დაამტვრია. მიუბრუნდა მეფეს შვილებს და უთხრა: თუ ერთად იქნებით, ერთ მუჭად შეკრული, მტერი ისე ვერ გაგტეხთ, როგორც მე ისრების კონა ვერ გატეხე. მაგრამ თუ გაიყრებით, ისე სათითაოდ დაგლწავთ, როგორც ცალ-ცალკე ისრები დავამტვრიო. ამიგავში მეფე აკეთებს დემონსტრირებას, სადაც იგებს ისრებს. მან ყველა ისარი ერთდროულად ვერ გატეხა, მაგრამ როდესაც ისინი განაცალკება, ერთის გატეხვა გაუადვილდა. მერე კი შვილებს მოუწოდა ერთიანობისთვის. ზოგჯერ ჭკუის და უნარჩვევების გაერთიანებისას, ერთ ძალად ჩამოყალიბებისას ხდებით დაუმარცხებლები. შეიძლება ეს თემა გამოვიყენოთ არა მარტო სახელმწიფოს ერთიანობისთვის, არამედ მეგობრობასაც. მეგობრები, როდესაც ერთად დგებიან, არაფერს უმალავენ ერთმანეთს და ერთიანდებიან. მათ მეგობრობას ვერავინ დაანგრევს. ამ იგავის დედააზრი სწორედ საქართველოს ოფიციალურ დევიზად გადაიქცა, რადგან ერთიანობის პრობლემა საკმაოდ ნაცნობია ქართული სახელმწიფოსთვის. ამიტომაც აირჩა ეს დევიზი საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ დევიზად. ძალა ერთობაშია. მე ვარ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ. სწორედ ეს პრინციპი გამოხატავს საზოგადოების არსს. თანამედროვე საზოგადოების ერთობა გამოიხატება მათ შეთანხმებულ და კეთილ ნებაში ისწრაფონ საერთო მიზნებისკენ და ერთობლივად გეგმას ზომიერად მიაღწიონ კეთილდღეობას. საზოგადოებაში ერთობა მრავალფეროვნებაა, რომელიც ორიენტირებულია საერთო განვითარებაზე. ერთიანი საზოგადოება შორს დგას ნიჰილიზმისგან. ერთიანობის მთავარი იდეა მაქსიმალური ჩართულობა და ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოყენებაა. განსხვავებული აზრები, ქმედებები და იდეები განაპირობებს საზოგადოებრივ წარმატებას. იმ შემთხვევაში, თუ სწორადაა ორგანიზებული მათი გამოვლენის თუ განხორციელების პროცესი. ადამიანს ძალიან ბევრი რამ შეუძლია. საზოგადოება ძალიან ბევრი ადამიანია. შესაბამისად, საზოგადოებას უფრო ბევრი რამ შეუძლია.